ოდესმე გიფიქრია თუ შენი გული ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერ ცემს. საშუალო ჩვეულებრივი ადამიანის გული წუთში 70-ჯერ ცემს. გამოდის რომ თუ ის 80 წლამდე იცოცხლებს, მისი გული დაახლოებით 3 მილიარდჯერ შეიკუმშება. პროფესიონალ სპორტსმენებს მოსვენებით მდგომარეობაში ხშირად მხოლოდ 40-დან 50 შეკუმშვამდე აქვს წუთში. რადგან მათი გული უფრო მძლავრი და ეფექტურია და შეუძლია რომ ერთი შეკუმშვით ბევრად უფრო მეტი სისხლი გადატუმბოს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის გულს. და მოდი ახლა დავითვალოთ. თუ პროფესიონალი სპორტსმენის გული წუთში დაახლოებით 50-ჯერ ცემს, იგივე პერიოდის განმავლობაში, ანუ 80 წლის განმავლობაში მისი გული 2.1 მილიარდჯერ შეიკუმშება. ანუ სხვაობა თითქმის 900 მილიონი დარტყმაა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპორტსმენები გარანტირებულად უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მაგრამ ეს გვიჩვენებს თუ რამდენად საოცრად შეუძლია ვარჯიშს ადამიანის სხეულის ადაპტაცია. სანამ ამ ვიდეოს უყურებ, შენი გული კვლავ აგრძელებს ფეთქვას. ის ფეთქავდა ძილის დროსაც და ფეთქავდა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებშიც. და შემდეგ ჯერზე, როდესაც ვარჯიში დაგეზარება, იქნებ დაფიქრდე, რომ შენი ვარჯიში შენს გულსაც ავარჯიში.